აუჯიამ ნამცხრებს რატო არ მაჭმევ მე? აი მე სტუმრებისთვის ამეთქი ეს მე რამდენად გავიმეორო ვერ გავიგე. დარჩება საღამოსა შეჭამთ მერე. ხო რა პრობლემაა შვილები ნასოფრალზე შევესიოთ. საჭმელიც არ მაჭამე დილიდან გამოფიტული ვარ. დედა როგორ ჩაუკიცკიწებიათ. საღამომდე არ გამოხვათ ოთახებიდან იცოდე. მოდით გოგოებო მოდით. დასხედეთ რა მან გადავიდან თეფშებზე და ჩაუსხდეთ ეხლავე. ინგა ეს ბაყაყის სალათი მოგეტანე. აი მე რა ბაყაყის სალათი? ყაბაყის. კაილია დაგისინჯავ ამას საღამოს. წყალი სად არის? ხო გაფრთხილი მაშინ შემოხვიდე მეთქი. წყალი სად გვაქვს? დალია მიდიონკანთან. ვინი ძალიან გემრიელი ეკლერია. მადარტია ხო ესა? ძალიან კაია. კი ესეც ძალიან გემრიელია. ძუ. მაგას შუქვიალია დეიდა და არ მაჭმევს. აი მე გოგოებო ესეთი ორნახატი არაყერო თავიდან დაიბადებით რა. ხო და მოდი ამ ჭიქით გაგვიმარჯოს ამ კორპუსის გოგოებს რა. ჭიქა სად გვაქვს? ნებისმიერი. აი მე ოღონდ სამზარეულოში შემოვიდეს რა. არით სად არის ჭიქები? რისთვის გინდა? წყალი უნდა წავიხო. და წყალი ხო წაიღე წეღან კაცო. ეგ ანასტასიასთვის იყო, გული აქვს წასული და ხალი ჩაზეწევს იქით. აი თქვენი გამყალბებელი მოხვედი ომარიკო, მოიტანე ყველაფერი რაც გთხოვე. კი, ქათამი, ბრინჯი და პილპილი და კიდევ 20 ლარი ხურთა. ხო, მომეცი. რა საკეთებ? რა ვიცი, გამოწვევ ყალბი ხო არ არის. გაყალბებაა ყველგან ხო ხედავ. ინგა მე მგონი შენ შუცაც უნდა მიაკრა აწი შტრიხ კოდი, რო არა ვინ გაგიყალბოს. თუ არ იცით მიაკრა მეგიტყვი. შტრიხ კოდი აღარ გამაგონა შენი ჭიდი მე რა. საჭმელს გავაკეთებ ეხლა და შეჭამე ისე არ წახვიდე სამსახურში. და რამდენი ხალხი იყო გუშინ აქციაზე, ვაი, მე ერთი დღის დაგეგმილზე თან. წრემლებს ვერ ვიკავებდი. ვიცი ხო, დიმანჯერო პატარა ბალიშო წრემლები ქონდა დაწუთებული სახში რომ მოვედი აქციიდან. კი, ტირო და გუშინ ტელევიზორს რო უყურებდა, უნდა გადავრჩე თუ ასე იცახდა. ეს ქათამი საჭმელად უნდა გააკეთო დღეს? არა, უნდა გავუშვა, გადაცვლილი უთავო ქათამი სახში და ივლის აქ. როგორ გახიზიანებული. ნამდვილად. დილით თუ გაღიზიანებული ციციბურად ამახვიდრი, იმდო გადავყარი ნაგავში. ოი, დელია დეიდა შემხვდა წეღარ რომ ამოდიოდი, საღამოს გამოგივლით და აქციაზე წავიდეთო. ხო, გუშინ ვეღარ წავედით, მაგრამ ვაწი ვივლით ხოლმე სულ. ოპოზიციის გეგმა გჭირდება, გენაცვალე, გაინძრნენ ცოტა. ამარა სამთავრობოებმა შეუტიონ და დაბანახოთ კაცო იმ დასავლეთს, რომ არ შევეგუებით ჩვენ ამ სიტუაციას. 51-ის მოკრე ქართველი ემიგრანტები კიდე საერთოდ თვითონ გამოყარო იქიდან. ევროპაში რო ხარ შენ თვითონ საქართველოსთვის ვერ იმეტებ ევროპულ მომავალს, რაღაცა გამოგონილი ომის შიშით. ისე კი ვერ აგაკ რაღაცა კარგად. მოდით ახლა გამოდით გავაკეთე ბრინჯი და ქათამი. მე თავი ინდოელი მგონია მესამე ჭამუკო ამ კვირაში. ამ რანერი გემოაკ. რამე დარღვევა აღმოაჩინე? კი, მარილში დარღვევა და გასაფათილებელია. ნაგავი სად არის? ანასტასია, რატო წამართვი ჩემი 5 ლარიანი? მასეს ხე მეთქი ხო გითხარი, 5 ლარს ნუ გადამაყოლებ ეხლა. აუჯე, მომცეს ჩემი 5 ლარი, არ მინდა რომ ასეს ხო? კარგი ომარიკო თავი ნუ ამატკიე ერთ შენი ჭირიმე რა. ყავასვავთ კაცო ხო ხედავ. მოგცემს ხელფასზე. მოძე ომარიკო მე მოგცემ 5 ლარს შენ. რა 5 ლარს მისცემ გოგო? გაჭერდი ეხლა. გადი ეხლა აქედან. გაჭერდი. მისაყოლებელიც რო არაფერი მოვიტანე გოგო. არეული მაგტვინი რა. ომარიკო. მიდი ერთი ზელატოსი შემოგვიტანე რა. მოიტანს. არ მაქვს ზელატოსი მე. საბაზანოში და შამპუნების უკან, ვითომ მაგრათაა დამალული. ეგ არა კაცო მეორე მოიტანებ ფეხსაცმელების კომოდში როა დამალული. აუ, სუპოულობთ რა. მოიტანე კაცო გიყიდი მერე. სულ ეგრემ პირდები. ოი, ინგა რა ხმაური იყო ძილით სადარბაზოში რა მოხდა? რა ვიცი გოგო ეთერი რომ მიდიოდა თორმე დილით სამსახურში გადაბრუნებია ფეხი და დაგორებულა კიბეებზე. რაღაცნაირი დაბდურა კალია რა ვიცი. დე, ვერ ვიპოვე ზელატოსი. რა არადი კაცო მან დიდო დილით. ეხლა მე რომ მოვალ და ვიპოვი, არ დაგინდო ფიცოდე. მოიცა, რომელ ზელატოსია საუბარი? სტაფილოს ფერზე. ინგა არ შეწუხდე რა არ არის საჭირო. აიმედე. აიმე. რა მოხდა ინგა? ფეხი გადამიბრუნდა გოგო. ალბათ შენ საკმაოდ დაბდურა ქალი ხარ ინგა. კაი ვიხური რა იყო. ინგა ეს ჩვენი დივანი მოირყა თუ რა ხდება? რა დივანი მოირყა გოგო არ გამაგიჟოთ ეხლა.
ხო, მართალია რომ დაჭდები კოტაობს რაღაცნაირად. დედა ნუ გადამრიეთ კაცო ეხლა რა მოარყია სარაჩვეულებრივი მუხის დივანი. ნუ ცოტა წაბნარებიც არის. ეს იყითა მზიებებომ კიევში სანამე გავჩდებოდი 3 წლით ადრე და მოითხა რას ნიშნავს. ალბათ იმას რომ დივნები ვერ ცოცხლობენ ადამიანებზე დიდხანს. ვაიმე მოდი ახლა და ამაწევინე ეს დივანი და ნახო რა მე ხوار ჩამოთქდა კაცო. ომარიკო წადიშენი ჩაიდალია გაგიცივდება იცოდე. მოდი. მოკიდე მიდიხები და აღწევთ. მიდი ცოტა. აუ ჩამწყდა წელი. ვაიმე დივანი კი არა, პარკეტი რა დღეშია შეხედე. დედა ნახე რა მხელა ღრმულებია რა, გამოხრულია ეს. თხუნელა ყავს სახში? რა თხუნელა ვერ ხედავ ჭიასაკ გამოხრული იატაკი. კარგად კი უმუშავია. როგორ უნდა ვიპოვოთ ახლა ეს? რა ვიცი მე ხლა როგორ ვიპოვო ეს? მთელ პარკეთს ხო არ ავყრი. რამე რო ვაჭამოთ, რა ვიცი რა ჭამენ ჭიები. პარკეთს და შეგიჭამა უკვე. შენი გაკეთებული ჭაი რო დავალევინოთ. გაბაზარი ახლა აქედან. და რა უყო ამას კაცო სულ მოუსპი. შეხედე ანაწაზე ცოტა ხშიც გაუკეთებია შავი ნახრეთი. აი შეხედე სკამის ფეხთან. მაჩვენი. ეს ნახრეთი კი არა. ეს არის სიგარეტით ამომწვარი. ალბათ ჭია მოწია განერვიულებულზე, ხო გაიგო რომ ხრელები უპოვეთ. ანასტასია მეჯღანება და რაღაცებს მეუბნება ჩუმად შე რო არ გაიგო. იგონებს ინგა ხო იცი რომ ფანტაზიურია. ომარიკო შენმა დამრიგებელმა დაგვიწერა ეხლა ჩატში. ბავშვებს გამოვატანე საკონტროლო ზრვეულებიო და ნახეთ ნაწერები და ქულებიო და მოიტანე აბა ერთი შენი სად არის. ჩემთვის არ გამოუტანები არაფერი არ ვიცი. არ გამოუტანებია თუ დაკარგი. აღიარი დანაშაული და სასჯელს თავიდან აიცილებ. აუ კიდე მეჯღანება. არ გეჯღანება შენ კიდე კაცო, ეგეთი სახე აქვს მაგას. დედა ყველას გამოვატანევ და შენ რატო არ გამოგატანებ? წითელი კვერცხი ხარ თუ რა არის, ვერ გავიგე. წითელი არა, მაგრამ კვერცხი ნამდვილადაა. უინგა იცოდი რომ ჩვენ უნდა საერთოდ აღარ ირიცხება? წყალი არ გადის მილში. აიმე წავიდებ ნახო. ხო, მიდი აბა. რა უკვერცხო ბავშვი, როგორ დაკარგი რვეული? გაჩვენდი ანასტასია თუ დედას ვიტყვი, ბორში რო ჩაასხე უნიტაზში. დედა მართლა გაჭედილია მილიგრამი წყალი არ გადის რა. ანის კომპოსტოები რატო ეყარა კაცო უნიტაზში. დაურეკო ერთი ჩვენ ხელოსანს და მოვიდეს იქნება გააკეთოს რა. მილიკი გავაკეთეთ ქალბატონო გადის წყალი, მაგრამ ეს ამხელა რვეული იყო შეგინდი გაჭედილი რა უნდა კაცო იქ. როგორ ჩანს ჩვენი უნიტაზი ბევრ საიდუმლოს ინახავს. არა ომარიკო. ანასტასია გამოდი დედამ ხაჭაპური მოიტანა. ნახეთ რა ხაჭაპური ვიყიდე მადარში. ოქროსავით. გაჭერი მირიას ხო არ უყურებთ. გავჭრი ხო? ვაიმე ისეთ საშნელი სიზმარი ვნახე წუხელის რო რაღაც საშნელება უნდა მოხდეს დღეს გული მიგწნობს. თუ არ გაჭრი მაგ ხაჭაპურს აგიხდება ეგ სიზმარი? მე და მე სიზმრა გუშინ რომ მზიებებო ჩამოვიდა და დიდი საზამთრო ეჭირა ხელში. აუ საზამთრო ძალიან მომინდა ახლა. ჩაციებული. ხო, მაგრამ რო გაჭრა მზიებებო მის საზამთრო სიზმარში, შეგნით დანები და ჩანგრები ელაგა. ვინ გვესტუმრა ნეტა? ინგა როგორ ახარ? ვაიმე სიზმ კეთინო. რამ გაგახსენა კაცო ჩვენი თავი? რატო გადაწყვიტე რომ დღეს მოსულიყავი მაინც და მაინც? აქეთ ვიყავი და მეთქი მოვინახულებ, მადარტისლობიანი მოგიტანე. რო გამახსენდა მაშინ ექსკურსიისთვის რა ლობიანიც გამოაცხენ, ყიდვა გადავწყვიტე. შემოდი. აი შენ გიყიდა ეშმაკმა. მართვის მოწმობა უნდა ავიღო და მანქანა რომ მიყოლება მე ქალაქი ავაწიოკო. აი ერთი სწრაფად გივლია როცა იქნება რა. ვინვის ააწიოკებს მე ვნახავთ რო გწვდები მაგ თმებში. დედა, რანაირად გახარ ომარიკო რა არის? გასწორდი. არ გასწორდი. თეორიას სწავლებ და მარეგულირებლად მიყენია. ხელები მეტკინა, გავსწორდები რა, თან წყალი მინდა. საიდან მოდიხარ ინგა მარეგულირებელს ვერ ხედავ? არ შეიძლება მარჯვნიდან. სახლში სიარული მეკონტროლე ახლა. დღეს იცი რებს მიკეთებდა ანასტასია, ვითო ავარია მოხდა და ბინწებს მახვევდა. თან იმას იძახდა დაბლა უნდა დავადო ნეტა თუ მაღლაო. ბიბო ომარიკო შემოვარდი ისე შემოდი. აი ეგრე კაია. დედა როგორ მარტყმევინებს წერებს ამ სასალამად ბავშვზე, რა გეგონება კუტავე იყოს. შენ ჯალით წადია ბებო. ბიბო რატო იქნებ ხილს? მარეგულირებელი ხარ და რაღაცას მანიშნებ ხო? და იცი გამოვიცნო. რას განეშლი გოგო პირჯონი გადავსახებ ბავშვსა.
აუტუალეტში უნდა გავიდე. ომარიკო ეგრე იდიქდა არ გაინძრეული წუთი. დედა როგორ ძეგლივით დამიყენა ბავშვი, ჰა? ანასტასია, რა ხდება? სასწრაფო დახმარება ტუალეტში ქაღალდი გამოილია. ინგა საჭმელს ხარ შემოგთავაზებდი ოჯახს. მოდით ხო და გავაკეთებ აგერ ჩაის. ისევ ერთი პაკეტი თუ უნდა გააკეთო სამივე ჭიქა. არ მინდა მაშინ. წყალ-წყალა ჩაი. ესე იგი ამის თვალს ხო არაფერი გამოეპარება რა. ის რატო ვერ დაინახე? წვერი რო იყო გადმოსაწმენ, დიეტა კი რო იყო დასაგველი. სათავისოდ ხედავენ ყველაფერს. იმიტომ ვერ დაინახე, რომ სულ ტელეფონშია ჩამძვრალი. ღამის 4 საათზე დაიძინა გუშინ. შერეიცი მე რომელზე დავიძინე? ესე იგი შენს გეღვიძა. მე ტუალეტში ვიყავი, გამოსული მუცელი მტკიოდა. მაგრამ ვერაფერი ვერ ვქენი. დედა როგორ არის ბავშვი კუჩში შეკრული? უკაცრავად საჭმელს ხო არ ვჭამ? ტყუილ სუპს გავაკეთებ დღეს და შეჭამე. იქნება გიშველოს. ტყუილი სუპი რა არის? რადგან შეგნით ხო აქ ბოსტნეული, კომბოსტო, კარტოფილი, მწვანილები. ტყუილია ყველაფერი. ანასტასია ჭამას რომ მორჩები, მაგიდა დამხვდეს მილაგებული. თორე ისევ საჭმლის გარეშე იქნებ იცოდე 2 დღე. აუდენტ კი ვამუცელი, კიდე რა დავლია ნახშირი. ხო ხედავ ომარიკო რო არ გშველის ნახშირი. პერედოზი არ მოგივიდეს, კაცო. 3 ლისტი დავალევინე უკვე. ვაიმე, ოყნა გავიკეთოთ ომარიკო და ეგრევე გახვალ კუჩში. ვასოს მიუყვებით ბავშვები ფეხბურთზე სანზონაში. ხო, დამილეკა დედამისმა და მითხრა. თამაში აქ ვასოს და გულშემატკივრებად მიყავს თურმე ესენი, ჩერჩეტები. ლუდი არ დალიო იცოდე იქ. აი მე კი დავლევ. გადანახული მაქვს გუშინდელი 2 ლიტრიდან მორჩენილი. ეგ დედამ გადააქცია ძილით, მაინც ანასტასია დალევს და არ უნდაო. მე რატო არ დაგყავარ ფეხბურთზე? რა ფეხბურთი ომარიკო დაიხედა მუხლები რას გიგავს. გადატყავებული რო ამოდიხარ ყოველ დღე ეზოდან. ვასოს კიდე თითი რო აქ ხომ შეყოფილი ცხვირში, მაგაზე ეჩხუბება თურმე მწვრთნელი სულ. აუ ეგ მწვრთნელი ვიცი, საფეხბურთო კლუბი სანზონა. მაგრამ მან 2 მწვრთნელი და ორივეს გიორგი ქვია. რომელი ვიცი ეგ არ ვიცი. ვასო 1 წელია დადის და 2 გოლი აქვს მარტო გატანილი. 1 შემთხვევით და 1 მართალი. კაი, წავედი. ვასო მიდი, გაიტანე გოლი. გაიტანე. აუ რა ბანძი ბავშვი ხარ რა. კაი, ომარიკო 1 რეებს ეუბნები, კიდე ეგ უნდა ამას. გაიგეცი ვასო, კერდით მიიღე. ვაიმე, მართლა რა ბანძი ბავშვია რა. აუ რა გინდათ? ოლეგიძია? ოლეგიძია? რა ხდება კაცო რა? ბებოჩემა სუფრამზად არის და გამოვიდესო. დედა ისეთი кейფი გველოდება? რა კაი ქენი როკაც ჩვენ არის შპალერი გააკეთე დედა. ვაი, სად არის კაცო ეს კაც? ომარიკო, რა ოლეგიძია? გამოვალო თავისოლს ელოდებოდა ძროხის მოსაწვევად არის წასულიო. აუდით ეხლა მიპოვით ბავშვებმა გზაზე გამახმარინე ხვები და ანასტასიას ჩაუსაფრდით. სახლიდან რო გამოვიდა დაუშინეთ. გადი ომარიკო ხან უმდები ფეხებში. ლია ნიკოლაძეები სად არიან? მოვალთო მზია, მოვალთო. ეგარი რომ მოვლენ. დახვდება გადაჭმული ყველაფერი. ლალი ბენგურიძია სად არის? გოგო თამადის garaში არ დავრჩეთ ეხლა. ეს ხაჭაპური შეიძლება ავიღო? დავხსდებით აგერ სუფრაზე და შეჭამ ყველაფერს. არ მინდა სუფრაზე ბავშვებთან უნდა გავიდე. მე ბავშვებთან ხაჭაპურით უნდა გახვიდე? ვაიმე მოდით რა სუფრასთან გაცივდა კაცო ყველაფერი, მოდით. გადაიხეთ ყველაფერი. ენგური აქ შეჭამე იცოდე. შენთვის გავაკეთე. ეს შორენა სადღაა კაცო რო იგვიანებს რა. გამარჯობა. შორენა სიგდუცას დავიწყები ხარ გოგო ეხლა ვლაპარაკობდი შენზე. რატო შეგაგვიანდა? რა ვიცი გოგო თბილისში ვიყავით ჩასულები ოცნების აქციაზე, ხო? მასშტაბი ჩაგვიყვანეს, ჩამოგვიყვანეს და ჟურნალისტები ისინი ისეთი ამბავი, ვაიმე ისეთი ინტერვიუ მივეცი ჟურნალისტ, ხო იცი ხა ეგეთები არ მეშლება, ხო? ოცნების აქციას მოგცემ შენ. ვაიმე, აივანზე დამჩაქვავები, შორენა შემომატანინე გეხოცები ფეხზე გახარ ბარემ რა. როცნალი გოგოა შორენა რა. ან მოსლორა იყო ან წასვლა რო გაიქცა. რა ვიცი სარეცხი მაქო და 1000 საქმეო და გაიქცა. კი არ გაიქცა შენ გააკეთე. შეჭამე შენ ეს ხაჭაპური? ისე უყვარს ხო ცხელცხელია თან სულ. დაგეწვა ხო პირი. ღირსი ხარ. გუში ღამე ცივილკივილით გავიღვიძე. და მისით რომ გამოწვეთაზე დავაგვიანე. და მე რუაფში კრიშიდან გადმოვარდი.
აუ შენ რო დაგაგვიანდეს გამოცდაზე მე მართლა უნდა გადმოხდე კრეშიდან დედაშენი არ გაცოცხლებს აუ თან ახლა მარტში იწყება რეგისტრაცია უკვე ეროვნულებზე და აზზე რა ვარ რა გავაკეთო კიდე კაი რო ალტეში მაინც დავდივარ და იქვე ხმარებიან აუ ისე მეცალტესი მენძე ვარ მაგაში მაგრამ შენ როგორ მოხალ ხოლმე მან და ანასტასია ლექსე რო ვიღარ მოგიყვანს მანქანით ძალიან ცუდი ხომრობა გამომივიდა იმ ქვეყნად მაინც დაასვენი ადამიანი ალტემდი ავტობუსითაც მოვალ აუ მე კი მოვასვენებ მაგრამ ისეთი რომ ვიღაც ახალი იყოლება უკვე იქაც გაჩენილი ვინმე ანგელოზივით გოგო ძალიან საშინელებებს ვამბობ შენ ადგილას უდაბ თილად ვიქნებოდით ეგ ცუდად არ შემოგვიტრიალდეს ეგ შუტკები მე ცუდად ჯერ არაფერი შემომტრიალებია ქალბატონო აუ გეგონას გდანის პაზემ კაში ვატყდი ვიდეო გადამიღო და შემოტრიალების დროს წაიგეცი არ გახსოვს კაი ხო მაგის გარდა ერთ წუთი შეყვარებული მირეკავს ხოლუკა დამშორდა ვა მართლა შენი ყოფილი ცოცხალი მაინც ერიდე ჩემი გარდაიცვალა რა ქნა განუცადი მაინც თავისებურად ის გოგოებო მეკურივად არ ვითვლები ხო ხალხო აქე დააწყეთ რა ეგ საკურთხი მადუნა გეკადრებოდა ხეცარიელი მოსვლა ეკლესიაში ოკარგი რა რა გასაკვირია გოგო მადონასგან ეგ ჰა აქ რომ მოედანა საკურთხი მე მერსედესებს ვიღაიყიდა გენაცვალე დაიმე მამა უსრას იკეთი გაუკეთებია გოგოებო გაიგეთ გუშინ თურმე რესტორანში მურჩენიათ შემწვარი გოჭი და ეკლესია შემოწირა აგერ იქიდევს საკურთხთან მე მაგას მოფიქრება ხო უნდა თამრიკო დადგებია და აკრიტიკებენ მე მამაოს სად გაგონილა კაცო მამაოს კრიტიკა ურწმუნოები ხო როგორ შეიძლება კაცო უი გოჭი სუნდი გას ეკლესიაში მაიმე გოჭი ბოლოს ჭამი 2009-ში ჩემი ბიჭის ქორწილში მქონდა და კაი იყო უი თამრიკო როგორ არის გოგო შენი ბიჭი ხო არ დაიწყო სადმე მუშაობა არა ინგა ჯერ მესამე წელია უმუშევარია ბავშვი მაგრამ იმდენს ლოცულობთ რომ რაღაცა იქნება რა იქნება თამრიკო უი იმ გადაცემას უყურეთ გოგოებო გუშინ საკურთხობაზე იყო თურმე რასაჭმელებნო გაკეთდეს ამ დღეს სახლში არა ინგა ვერ უყურეთ ჩვენ ჩაჭრილი გვაქვს ტელევიზია და გადასახდილია ვნახავ მე ხო დაიცადე შავი ჯიპი შემოვიდა ეზოში ხო მამაო მოვიდა როგორ ახარ მამაო რა ვიცი ჩვენც ნელა გიხდებათ ეგ ხო გოგოებო ჩვენი ნაჩუქარი ოქროს ზეწყვი უკეთია კი ამნერი მაკარონით ჩემი კლასელი გაიგუდა ლამის რას ქვია ლამის გაიგუდაო მარიკო რატო როჭამდე თურმე ძალიან შეისწრუტა და გადაცდა ძლივს გადაარჩინეს რა უბედურებაა კაცო დამეკარგა ჭამისმა და ახლა აუ ისინი დუტი გამახსენდა კაც მე მდინის პაკეტი შეჭამო რომ ტუალეტში მაკრატლით შევიდაო აუ მე არ ვიცი მოყევი კაცი შეჭამს ბევრ პაკეტს და ტუალეტში შედის მაკრატლით მეტი რა გამოვყვი თუ იგილარჩზეა რა იყო რეებსყოფით ვერ გავიგებ ლუკმა ვერ შევჭამე კაცო თიძახს არ აჭამე მაკარონი შია მე მგონი რა მაკარონი ვაჭამე ომარიკო ძირფას პედიგრი უყრია 12 ლარიანი გუშინ გავსინჯე პედიგრი სულ მაინტერესებდა როგორი იყო რა იყო რას მიყურებთ რას გიყურებ მეც გასინჯული მაქვს ხოდა მოდი მაგაზინი ვილაპარაკებთ დედა რა მოგწამლა ომარიკო ყველა მჭამეთ ეგ მაკარონი ჰა ყოველ კვირა იწამლება ეგ ბავშვი ოჯახის ტრადიციაა უკვე პედიგრის პარკია გახსნილი შეკარი მერე კაცო მარიკე ტოტიფენი გამომიტანე რა გისმენთ ბატონო თქვენ მარი აი გამარჯობა თქვენი ესე იგი კუჭის მოქმედების მომწესრიგებელი გვინდა რამე რომ გვირჩიოთ კუჭის მოქმედები როგორი მოქმედებისთვის გინდათ რომ მითხრათ რა ვიცი ახლა მომწესრიგებელი ექიმო იმასაკ ხო ანუ შეკრულობა არის თუ აი უფრო ფაღარათისკენ არის მიდრეკილი დედა ოყნა უნდა ამ კაცს აშკარ თქვენ ხართ ამ კაცის მერე არა მე მეუღლე ვარ ამ კაცის მიბრძანდით თქვენ კარგად ბრძანდებოდით ჯანმრთელობას გისურვებთ და წარმატებებს გისმენთ თქვენ გამარჯობა ჩემო კარგო იხტიოლის მალა მომინდა თუ გაქვთ რა ვიცი დეფიციტშიაო და ვერ ვიშავე ვერსად აჰა იხტიოლი
იხტიოლი არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ იხტიბარი გვაქვს შემცვლელი. არა, შემცვლელი არ მინდა, მაშინ დორიტრიცინი მომეცით ერთი ფირფიტა და ომეგა 3. ბავშვისთვის ხო, რაღაცები ჯირყვალი აქვს გამოსული და. კი ბატონო. სულ გამოდის ჯამში 43 და 60 ფასდაკლებით. სკუნსიბარათი გაქვთ რომ გამატარებინოთ? დედა სკუნსიბარათი არა მაქვს ნამდვილად. არც ახსოვსული არა მაქვს შენი ჯერი მე ისე ვიყრიდი. ჯილდა სალამი, დავახარ. დედა ინგა გოგოს ავითხრ ვერც გიცანი. რა ვიცი ჩემო კარგო ნილანელა თქვენ ხო ხართ კარგად. გოგო რა ხდება თქვენ корпуში ვინმეა გარდაცვლილი? გოგო ხო ჩვენი მეზობლის კაცი დაიღუპა, რაღაცა ვეღარ იყო ეს ბოლო კვირები უჭირდა ძალიან. თან დიალეზი და ხო ეს დიალეზი როგორი ის არის. შენები როგორ არიან, мама როგორ არის? რა ვიცი, мама ჩემი დიალეზია. რაღაცა ისე მოერყა ჯამრთელობა. დიალეზი ხო. დიალეზი არის აუცილებელი. ხო, აუცილებელია. გოგო, მიწის რა იგრძენი გუშინ? რაღაც ისე შემატორტმანა მეც, ხო? მე მგონი რომ ვერ ვიგრძენი, მაგრამ ძილეთ რომ შევედი Facebook-ზე ყველა იმას წერდა მიწაინძრაო. ისე შეეშინდა გუშინ დიაჩემსო წამალსავდა. კი არ შემეშინდა, გითხრა ეხლა რა მოხდა. გუშინ რომ შემაქანა მიწის ძრა, მეთქი ისე წნევა მამიწია თქო გოგო და გამოსული ვიყავი, კარტოფილი უნდა დამელია. მე გამოვარდა ეს ვაჟბატონიც და დედა ყანყალებდი საწოლში და მივხვდი რა ხდებოდა. ძე, გახსოვს ერთხელ რომ მოხდა მიწის ძრა და მე რომ მატრასის ქვეშ ვიყავი ჩავარდნილი საწოლში. და რაც მე ეს ვეძები გოგო, მაშინ მეთქი მიწამ ჩაყლაპა ბავშვი და ეგ არის თქო და თურმე საწოლს ჩაუკლაპია. რუსეთში რო ვცხოვრობდი სამწუხაროდ ერთხელ იქაც ეძრა მიწა, მაგრამ იქ არავის გაკვირვები, ეგ ქვეყანა ხო ისედაც შერყეულია. ლიადეი და კიდე იცი, გუში რომ მიწის ძრა მოხდა, დიაჩემი პიჟამოებით გამოვარდა ოთახიდან და გამოხეული ქონდა უკან შარვალი. დედა ბრეებს ლაპარაკო ბიჭო, რა გახეული სტილია ეგეთი კაცო. სტილი თანაირად არის უკვე. აბა, მოგეჭვენები იცოდე. დროზე.